მთავარი განსხვავებები რა იქნება? მე ვფიქრობ, რომ დროთა ვითარებაში საზოგადოებამ ამ ჩაფეოდ დაინახოს განსხვავებას, რომ არ ყოფილიყო განსხვავება არც პარტიის გაყოფა არ ხდებოდა. ჩვენი მიმართულებები მთელი რიგი საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ჩვენ კოლეგებს აქვს. ჩვენ ეკონომიკის მიმართულებით ვართ მომხრე მაქსიმალური დერეგულაციისა და ლიბერალიზაციის. პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო ამ თვალსაზრისით რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი ჩემის აზრით მაინც იქნება სახელმწიფოსა და ადამიანის დამოკიდებულებაზე ხედვა. ანუ რომელი არის პირველად? ჩემის აზრით სახელმწიფო ცალკე არ არსებობს, სახელმწიფოს ქმნის ადამიანები, ადამიანების ერთობა და შესაბამისად ინდივიდუალური თავისუფლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აბსტრაქტულად აღებული სახელმწიფო ინტერესი. აი ეს იქნება ერთ-ერთი ჩემის აზრით წყალგამყოფი და განმასხვავებელი, როცა ხედვებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს საქართველოს ცალკე აღებული, არსებობს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან სახელმწიფო საქართველოს. და შესაბამისად ადამიანი როგორც მოქალაქე უნდა იყოს ამოსავალი, ამასთანავე სახელმწიფო არ უნდა იყოს დიდი, ანუ big government რასაც ვდახიან, სახელმწიფო უნდა იყოს მცირე, მოქნილი, დაბალბიუჯეტიანი, იმისათვის რომ იყოს მეტი თავისუფლება, იმისათვის რომ ადამიანებს ჰქონდეთ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ესე ცალი ბორბალი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებებზე საუბარი არასწორია, როდესაც აბსოლუტურად მაგალითად დღევანდელი მთავრობასაც აკეთებს ხუნძლავს ეკონომიკას სხვადასხვა მავნე რეგულაციებით, რომელიც უდავს ეკონომიკურ თავისუფლებას. თორე ეს ორი ბორბალია, თუ გინდა რომ სახელმწიფო განვითარდეს, თუ გინდა რომ ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა, აი ეს ორივე ბორბალი სინქრონულად უნდა მუშაობდეს. არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლებები ეკონომიკური თავისუფლებების გარეშე და პირიქით. ვერ იქნება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა თუ არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება. აი ეს ორი რამ ქმნის და ამაზე თავარი, ესე თქვა, გვირგვინი არის ამის გარანტი, ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ტრადიციულად აგრესიულია და ცდილობს ყველა ხელისუფლების შტოები ჩაიგდოს ხელში. ეს საბჭოთა ინერცია, ამიტომ თავარი აი ამის გარანტი უნდა იყოს სასამართლო, რომელიც აი კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევა. თავისუფალი სასამართლო არის გარანტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების. ამ მხრივ სამწუხაროდ ჯერ ჩვენ არათუ შორს ვართ, ძალიან შორს ვართ სასურველისაგან. რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას და იმ ამორჩეველს რას ეტყოდით, რომელსაც აქვს გარკვეული შენიშვნები და შეიძლება მეტიც შიშიც, ხო? მესმის ეს ლეგიტიმური, ესე ვთქვათ, შიშია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში არასწორი დისკურსი იქნებოდა, რომ ჩვენ გვექნათ, რომ ეხა ყველაფერი რაც არ მოგწონდა იმად დარჩა და ყველაფერი კარგი ჩვენ, ეს საზოგადოება თვითონ გამოვიტანს, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები ამ დასკვნას, უბრალოდ არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური, როდესაც ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმთან ხელისუფლებაში იღებს შენ კარგს და ცუდად პასუხისმგებლობას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ არსებითად ვართ ძალა, რომელიც ვარდების რევოლუციის ღირებულებების გამტარებელი იქნება, იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია არ იყო მხოლოდ სახელმწიფოს, არ ეხებოდა მხოლოდ ვარდების რევოლუცია, ეხებოდა ხალხს პირველ რიგში. და აი აქ ისევ იმ პარადიგმასთან მივდივართ, აქცენტს სახელმწიფოს მშენებლობისას რაზე გააკეთებ მოქალაქეზე, თუ გააკეთებ მოქალაქისგან აბსტრაგირებულ სახელმწიფოზე. მე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი სწორედ მმართველობის დროს იყო სწორედ ეს აბსტრაგირებული სახელმწიფოზე ზრუნვა, მათ შორის შეიძლება ხანდახან რიგით მოქალაქეს ხარჯზე. აი ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს, რომ ვერ იქნება სახელმწიფო ძლიერი თუ არ იქნება მოქალაქე ძლიერი, თავისუფალი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. აი ეს იქნება ჩემის აზრით, ეს არის ის ნაწილი, რომელმაც შემდეგ სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოიწვია, ხო მე ამ დეტალებში აღარ შევიდე. საინტერესო შეგიძლია დაარქვათ, აი დავარქვათ სახელი, შეცდომები რა იყო, მთავარი შეცდომა? არის შეცდომა რამ გამოიწვია უფრო იმას ვიტყვი და შესაბამისად მე ძალიან დიდმა სისტრაფემ გამოიწვია ის, რომ არ მიაქვს სისტრაფემ გამოიწვია სწორედ ის, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში დაიკარგა ადამიანი და შემდეგ უკვე ამან გამოიწვია ყველა ის პრობლემა, რაც ახლა ჩვენ
ხარი სამართალდამცავი სისტემის პრობლემები იქნება თუ ამან წარმოქმნა დახურული სივრცეები, დახურული ასე ვთქვათ, გრეი ზონები, რასაც უწოდებენ. აი ამ გრეი ზონებისგან შემდეგ უკვე წარმოიქმნება ის ფურუნკული და ის პრობლემები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ასე ვთქვათ, მართლობას თან ახლდა, მაგრამ ისევე მეორეს მხრივ მივთვლი რომ ჩვენ ვართ სწორედ ის ძალა, რომელიც იმ პრობლემებს, მათ შორის რომელიც საკუთარ შეცდომასაც, საკუთარ ჩვენ უკეთესად გამოვასწორებთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არაფრის მართლის მთავრობაა დღეს საქართველოს. თუმცა ამისთვის უნდა დაგიჯეროთ ხო მომრჩეველი? რა თქმა უნდა, ამისთვის არის არჩევნები ადგილობრივი, ეს იქნება პირველი ტესტი და შემდეგ უკვე სხვა არჩევნები ხარ. Game changer-ი ადგილობრივი არჩევნები არ არის მოგეხსენებათ, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს, როგორც ყველა პოლიტიკა არის ლოკალური და თუ არ დაიწყეს ლოკალური პრობლემებზე საუბარი და ლოკალურ პრობლემებზე ადამიანებთან ერთად გადაწყვეტა, ვერანაირად ასე ვთქვათ, მეგა არჩევნებს ვერ მოიგებს. ასე რომ ეს არის გრძელი ეტაპი, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს არ არის რაღაც კლაპუშკა, რომელსაც გაისვრი, ეს იქნება გრძელი, მომხანცველი, მაგრამ ძალიან სწორუფოვარი ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოს განვითარების გზაზე გავიდეს. ბოლო პატარა კითხვა, ელექტორატის რა სეგმენტზე ფიქრობთ, რომ რა სეგმენტზე გაქვთ გათვლა? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ელექტორალური სურათი საქართველოს დღეს არის არეული. იმიტომ რომ ერთი რომ ძირითად პარტიებს მოგეხსენებათ კოლაფსი აქვს და არ არსებობენ, ბევრი პარტია თავიდან იწყებს ასევე თავის ელექტორატს ამუშავებს, ამიტომ მე აღარ დავყოფდი ელექტორატს რაიმე გარდა იმ ტრადიციული ძირითადი დაყოფებისა იქნება მემარჯვენე თუ მემარცხენე ცენტრის და ასე შემდეგ. მე სხვანაირად პარტიული მით აღარ დავყოფდი, რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც აი კონკრეტული პარტიის ამორჩევლები არიან, მაგრამ უდიდესი სეგმენტი არის თავისუფალი. მათ შორის ზუსტად ვინც ქართულ ცნობას მიცა, მაგალითად ბოლო არჩევნებზე ხმა, მაგრამ საერთოდაც არ მოწონდა და უბრალოდ ინერციით მიცა. სხვა არჩევანი ვერ ნახა. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი 500,000 ადამიანი, რომელმაც ჩვენ როდესაც ერთად ვიყავით ხმა, ისიც ჩვენი პოტენციური ამორჩეველი და უამრავი სხვა, ვინც მემარჯვენე ცენტრისტულ პოზიციებს იზიარებს. ესეთ რომ ჩვენი პლატფორმა არის მემარჯვენე ცენტრიზმი. ან ეკონომიკაში ეს არის მაქსიმალური ლიბერალიზაცია ეკონომიკის, მაქსიმალური თავისუფლება ეკონომიკის და პოლიტიკური თავისუფლებები, რომლის ესე ვთქვათ, დარწმუნებულია საზოგადოებას დაინახავს, რომლის მთავარი ერთ-ერთი დამცველი იქნება ჩვენ როგორც პარტია.